ეს ბათუმელების დაიწყო დაპირისპირება აქ გრძელდება ისევ ჰელიუმის მუშტები გამოჩნდა აქციაზე ჩამოდი შეფთი ხალხს ატერია მუშტებს ეს მუშტებია რომლის გამოც გუშინ აქციის გამდენი მონაწილე აქციის მონაწილე პროფესორ დააკავეს დამასწრებელი ჯარიმა დააკეთა ბათუმის საკალათო სასამართლო ამ დროს საჭიროა მთავრობის ხმა მიმდინარეობს საფრთხების ფონზე მთავრობის ხმა ტრანზიტო დღესაც დაიხურა მაჩვენებლის მედიის და ეს აპროტესტო აქცია და მაჩვენებლის რის გამო დაიწყო ეს დაპირისპირება? რას მოითხოვთ თქვენ როგორც აქციის მონაწილე? ჩვენ მოვითხოვთ რომ ზოვლიკე ვიჟუალზე ეს ელემენტარულად ასული გასცეს ხალხს რომ აი რა ხდება, რატო ხდება? ელემენტარულად წყალი არ აქვს მოსახლეობასთან. ხა რაზე უნდა ვილაპარაკოთ? სად არა აქვს წყალი? ციხისძირი მაგალითად გუშინ იყო ციხისძირის მოსახლეობაც გამოსული, რომელიც მოითხოვდა რომ აი შეხვედრას რიჯვაძესთან, ანუ 10 დღეაო წყალი არ მოგვეწოდებაო რიჯვაძე მარცხი იკადრა მოსახლეობა შეხვედრილიყო, აი დღეს მაგალითად 7 საათზე აი ჩუმად მალულად შეიბარა საღამოდ კი ექსპორტიაციებს ნაცვლად რომ გამევიდეს და საკუთარ მოსახლეობას ხალხსაპატრონს კი არა და ხალხსაპატრონს კაბინეტში იმალება და ეხლა ეს დაპირისპირება რის გამო მოხდა? ეს იწოლა მოწოლა შეხედა ბუშტი ბუშტის გაკეთება და რის საშუალებაც არ ბუშტი რა ხდება? ანუ პოლიცია მოიწევს არ უნდა გავუშვათ ბუშტი? პოლიცია ჩვენ იქამდე იხედება ფანჯარაში და ფანჯარაზე ადის აი ბუშტი მოიხედება პოლიცია არ გაძლევთ ბუშტების გაშვების საშუალებას. ნაცვლად შემოგევანდელი პოლიცია ემსახურება რიჯვაძეს გივანიშვილს და მაგას გავილოვის ხელისუფლებას. ეს სიმწვილია. კარგი მადლობა. ყველა არის წინხარა. იმიტომ რომ თავისუფალი აქციის მონაწილეებს გადაგვამიჯებს ეხი და ჩუმად ვირთხულად იპარებიან სხვადასხვა კარებიდან ადიეთ ათბირებას. რა ეს ათბირება? ეს არის ცხრების პარა. ამიტომ მათ ბუშტის დანახვა არ ესიამოვნათ სამუშაო ოტელის პანჯერიდან და დააკავეს ახალგაზრდები ბუშტის გამო. ბუშტივით გაბერილმა ფუნჩულა ხალხმა დააკავა ჩვენი ახალგაზრდა აქციის მონაწილე. ამ დაკავებით არავის არ ეშინია. მორჩენ რაც დავინახე ერთი ადამიანი დავინახე დაკავეს. ორია. მეორე ვინ? სურმანიძე იგა. მე რეცენი დღეს დააკავეს. ეხა აქციის მონაწილე დააკავეს. ორი მონაწილე აქციის. ვინ დააკავეს? თედორაძე ერთი და მეორე სურმანიძე. არ თქვენი აქტივი. ჩვენი მხარდამჭერები. ჩვენი არა საქართველოს მხარდამჭერები დააკავეს რა. ჩვენი მხარდამჭერები აქ უკვე აღარ იყოფა. არ ჩვენი არ აქ მოსული ადამიანი საქართველოს მხარდამჭერია და ბუშტების გამო დააკავეს ეს ახალგაზრდა. მადლობა. როგორც გავიგეთ, აქციის ორი მონაწილე დააკავეს, ამას ბონდო თედორაძე ამბობს, ის გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ. ამისთვის დაპირისპირება პრინციპში გამოყოლია აქ თავრობის ახლში, ისე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც თავრობის ახლში შესვლის წინ ისე ხედავთ ბუშტებს, რომელიც გაუძლეს აქციის მონაწილეებმა თავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჯვაძის კაბინეტისკენ და როგორც აქციის მონაწილეები ამ ბუშტების გამო, ხელების ბუშტების გამო დააკავეს.
სახეს კარგავ ყოველ დღე ბატონო კოტე სახეს კარგავ ყოველ დღე მიგვიშვი ანუ მიგვიშვი პროფესორია არიდგა მე ვიყავ პირველი რომ მივედი და არიდგა იქა მე არ ვაწოლი არა მე მივედი უშტის გასაშვებად 50 კაცია გეგმა აქ შეძლებს ვაპირები არც ის გამოვარ აქ აი თუ ზედმეტი ხმა ის რომელიმე ადამიანი თქვენ პროვოცირებას არ მოახდენთ პოლიცია ახდენთ ყოველთვის პროვოცირება და ისეთ რა აი ბუშზე 2 დღეა რიჟვაძე და არ ვიცი თქვენ ნაკლებად გონია რიჟვაძეს და ფანჯარასა როგორც ავა ეს ბუშები ამის შემდეგ ეწყებათ აგრესია და ამის შემდეგ ეწყებ დარბება რიჟვაძე შვიდობიანი აქცია არავინ კანონის ჩარჩოდა რა გამოდგა პოლიცია პროვოცირებას მოაკეთა ძალიან გთხოვ ეხლა რო იცახი შეჭრას აპი იმ კედელში უნდა გავივლიდით ყველას ახალი შვიდა და ბუსტები ხელში 4 კაცი 4 ბატონო კოტე რამდენი ადამიანია დაკავებული და რომელი მუხლი თუ შეგიძლია პოლიციის თქვენ დაიცვათ ვინ არის ჩავდა წესი არ შეგვიძლია პოლიციელი კონფრონტაციაში ხუთში როდესაც გას პოლიციის ორდონი და ცდილობს ალეკა ბარიგებმა ქვეყანა და განყოფილებები მოწყვეტილი ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება იქნება შინაგან მოიცა ერთი სტოპ მოიცადე არავინ მაგრამ როდესაც პოლიციელის გაწევას ფიზიკური ძალით და ასე პოლიცია გავწიეთ და ბუშტი აგვეშვა პოლიციას გაიწიეთ რა ბუშტი აუშვა აბა ტროტუარზე მიდაკი ბუშტის ხელში მიდაკი ტროტუარზე გიდა კადრები დაგი ორდონის გარღვევას რა კადრები არავინ არ იდგა კადრები დაიჭირდა მე მოვიდა ყველა პოლიციელი აი ხოიცა არის აქცინი განახებს რა არა ამასე როგორც მენა რა არის რაიხო მოთხოვნა ჰელიუმის ბუშა უცხინარ ჰელიუმოთხოვნა აკელა აფისადე ხო შეიძლება უცხინარ ჰელიუმის ბუშზე ამოთხოვნა მონაცილები არიდგა პოლიცია უბრალოდ ეხლა არ მომატყო რომ იქ არავინ
კორდონის გარღვევა ეხლა. ეს არის თო ეგრე როგორც თქვენ ამბობთ. და აქციის მონაწილეებმა დაანებეთ თავი რა. ხომ უკვე სასაცილოა. უკვე სასაცილოა. გადის გაკოლიშვე. შენი გარღვევა ტროტუარზე. შენი გარღვევა არავინ არის მერაბა სადა ბიჭი შოკა მერაბა სადა პოლიცია დაიღალა და ბიძინაივანში შეაწოვა ამას. გადაცმა უნდა შეაწოს. რა თქმა უნდა ბიძინაივანში დაწმინდა. შეგელისუნოს რა თქმა უნდა ბიძინაივანში მოუწევს. კორდონს მოახსენე. კორდონს დაიღალა გადავიდა პროვოცირება. ახდენს ადამიანი ძალიან გქონდა, არის მოთხოვნა აქიცი თავრობის სახთან 31 ოქტომბერს მოპარულ ხმებს აპროტესტებს ოპოზიცია. სრულიად ერთიანი ოპოზიცია. ყველა აბსოლუტურად ერთადერთი კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები ქართული ოცნება დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას მიცემ გაუჭერს. სხვა დანარჩენი ყველა პოლიტიკური ძალა დგას 24 საათის განმავლობაში 31 ოქტომბრის შემდეგ ერთი თვე 100 ადამიანი დგას აქ და აპროტესტებს მოპარულ ხმებს. და დღეს ჩვენი ინფორმაცია დააკავეს 2 ადამიანი და დააკავეს როგორც გუშინ სასაცილოდ სამართლიანი გუშტის აწევრისთვის სტორნიკე რიჟვას თავრობის თავმჯდომარის პანჯარასთან გუშტი აუშვეს ადამიანებმა აქციის მონაწილეებმა 20-22 წლის გოგობიჭებმა რომლებსაც აქვს პროტესტი და როგორც ჩანს ამ პატარა ბიჭურას რომელიც ჯერ დასრულებული არ აქვს როგორც ჩანს ზრდა აღიზიანებს ეს გუშტები და პოლიციას ავალებს რომ მოაშორონ ამ ფაჯრიდან ეს გუშტები და სწორედ ამ დროს იწყებს დარბევას პოლიცია როგორც გუშინ ისე დღეს თუმცა პოლიცია და ივანიშვილი ვერ ხვდება რომ გუშინ დაარბია აქ იყოს რამდენიმე ათეული ადამიანი დღეს ხედავთ რამდენი ასეული მოვიდა რაც მეც დაარბეს რაც მეც ასეთ უკანონო ქმედებას ჩაიდებს ვთქვით უფრო გააჩქარებს მის წასვლას ხელისუფლებას რომელი მუხლები დააკავეს? კონკრეტულად რა ჩაიდინეს მათ? უშტი გამოსცემს.
გადალებად თქვენ ახსენეთ პროვოკაცია, რა იყო ეს პროვოკაცია? რა დაარღვევეს რა დაარღვევეს აქციის მონაწილეებს? მოსელებთან გარკვეულ და მოხდა დაკავება. გუშნებს უევში გადალებად რა გადალებად გუშნების გაშვება. გამოდააკავეთ ეს სამართლიები. სიცხილეა, არა ჩვენია. გუშნების გაშვება გაშვება ეს აკავა. გუშნების გაშვება. სიტუაცია ჭერის მთავრობის ახლის წინ ისე მობილიზებულია პოლიცია მთავრობის ახლის რესპუბლიკა მთავრობის სტომა გრძელდება როგორც წესი დახურულ რეჟიმში მარტოი ზოვალი სიტყვა იყო დია როგორც ეს ტრადიცია თორნიგერიძემ დაამკვიდრა და მან 20 კაციანი ბანდა უწოდა დღეს მთავრობის სტომაზე ამ საპროტესტო აქციას რომელიც ახლა მიმდინარეობს და მთავრობის თავმჯდომარესაც საყვირების ფონზე უწევს მთავრობის სხდომის ჩატარება. ეს ხდომა დღეს გრძელდება, აქციის მონაწილეები ისევ აქ არიან. დღესაც აქტუალური იყო ჰელიუმის ფუშტები, რომელიც აქციის მონაწილეებმა გააკეთეს წარწერა, რომ თორნიგერიძე გამოვიდეს გარეთ და შექმნეს მოსახლეობას. ეს ჰელიუმის ფუშტები უშობდნენ დღესაც. გუშინ ამ ჰელიუმის ფუშტის გაშვების გამო რუსი ჩამოწმეს პოლიციამ მოიწოლა დააკავეს აქციის ერთი მონაწილე, რომელიც 500 ლარი დააჯარიმეს. ეს დააკავეს კიდევ ორი პირი ადმინისტრაციული წესით, ჰუმანიტარული და პოლიციის კანონმდებლობის მოთხოვნების გამორჩილებლობის მუხლებით ეს ადმინისტრაციული სამართალწარმოებაა. თუმცა როგორც კოტეანიაშვილმა პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ისინი არ დაუკავებიათ ფუშტების გამო და ეს უკავშირდებოდა პროვოკაციას, რომელსაც ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეების მხრიდან. ეს გულისხმობდა და აღნიშნა ის ფიზიკური დაპირისპირება, რაც დღეს აქ იყო აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის მთავრობის სხდომის პარალელურად. როგორც ჩანს, ის დაპირისპირებაა პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის. დაიცავით თვითონ პოლიციები.
ლაშა კამახიზე არ გაიყვანო. ეს რა არის? ეს რა არის? დაპირისპირება აქციაზე აჭარის მთავრობის სახლის წინ აკათოლებით პოლიციელი ასევე აქციის მონაწილე როგორც ვიგებ ერთ-ერთი მონაწილე აქციისა დააკავეს ადმინისტრაციული წესით არის ასაცავად წავიდა გაიქცა რამდენიმე აქციის მონაწილე რომ წინააღმდეგობა გაიწია და დაეკავებინათ და ამას მოყვა ეს დაპირისპირება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის პოლიციის რა ხდება რის გამო მოხდა ეს დაპირისპირება? ინებია დაკავებული ამან. ვერდე გავხიოთ ნელი. მოგიდა შედავხი. ვიცა ხოქი ვერდე დაიწყარი კეთილაშევა. მარცხი ნახანი გასული. გადავი. მოდი ბიჭო ვარ უნდა მაგარას. იარე მოდი აქეთ ვეცახო ნაკანა. ჩვენ დავკეთოთ ესენი, აღარ უნდა იმის გამო. ესენი უკანა ხალხი დავკეთოთ, გაცემთ და გააკეთეთ ესე ჯაჭვი. გასულია. ეს სამართალი მე მიცავდო, ჩვენ უნდა დაიცავ მოქალაქეობა და ეხლა
დააკავეს უშტის გაშვებისთვის ხალხი და პოლიცია ემსახურება ბიძინა ივანიშვილს და ბიჟვაძის სამსახურში არიან ჩამდგარი და ეს დრო მალე დამთავრდება. ეხლა ეს დაპირისპირება კონკრეტულად რატომ იყო ბატონო ლევანი? კონკრეტულად იყო ბუშტების გამო ბავშვებმა გააკეთეს პერფორმანსი, გაუშვეს ბუშტები, რომ ბიჟვაძე ყრუ და მუნჯმა დაინახოს რასთხოვს მოსახლეობა. მაგრამ იმის მაგივრად რომ ჩამოვიდეს და ელაპარაკოს ავიდმე შეხვდეს და დაელაპარაკოს პრაქტიკულად როცა ეს დაპირისპირება გაგრძელდა, ხო? ხო, მიზეზი ეს არის, რა წინ გუშინდელი დაპირისპირების მიზეზიც ეს იყო, თქვენ ნახეთ და დღესაც ხედავთ, რომ დღეშია პოლიცია, რომელიც ხალხის მაგივრად ემსახურება ბიძინა ივანიშვილს. რატომ დაუპირისპირდნენ პოლიციელებს ფიზიკურად? პოლიციელები დაუპირისპირდნენ მაგას გიხსნით აქციის მონაწილეებს იმის გამო, რომ ახალგაზრდებს ჰქონდათ პერფორმანსი. არა, ჩვენ ხო ხედავთ, ხო, რეალურად ბუშტების გაშვება არ იყო პრობლემა, გაუშვეს მათ ბუშტები. აღიზიანებთ შეძახილები, მოწოდებები, იმიტომ ყრუ და მუნჯ სხვანაირად არ ესმის, უნდა გააგონო შორიდან. იმიტომ ახლო კონტაქტზე არ გამოდის, უშინიცით თქვენ დეპუტატსაც არ შეხვდა და ამიტომ ყრუ და მუნჯის ენა არის პროტესტი, რომლის უფლება ჩვენ კანონიერი გვაქვს და პოლიცია ამ შემთხვევაში აკეთებს დგას ბიძინა ივანიშვილის სამსახურში პირდაპირ. ეს ლევან ანთაძე, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. აქ როგორც ჩანს, ისე გრძელდება დაპირისპირება. პოლიცია პირდაპირ დავალებულია. აი ამით არის მეთოდები საქართველოში არ გავა პირდაპირ გეუბნები. პოლიცია რის გამო გაღიზიანდნენ აქციის მონაწილეები თვითონ და რის გამო დაუპირისპირდნენ ფიზიკურად პოლიციას? ის ახალგაზრდები, რომლებიც აპროტესტებდნენ, რომ ბუშტის გააშვების უფლება მაქვს თუ არა და რატო მართლო ბუშტს, აი ამან გააღიზიანა. გაშვებული იყო პრაქტიკულად და რატო იყო პრობლემა ბუშტების კიდევ აი ბუშტის აშვების კითხვა დაუსვა ახალგაზრდა მაქვს თუ არა უფლება, რომ მეორეჯერ გაუშვა ბუშტი, მაქვს თუ არა ამის უფლება. ამან გააღიზიანა პოლიციას, ნუ მელაპარაკები, ნუ შემოდიხარ კონფლიქტშიო, კითხვის დასმის უფლება თუ არა აქვს საქართველოს მოქალაქეს. მაშინ არ ვიცი, მაშინ ბიძინა ივანიშვილის ყოფილა მართლა ეს შეფერს. ეხლა ბოლოს რაც იყო, როცა გამოიწვიეს აქციის მონაწილეები და მათ შორის ამან გამოიწვია კიდე ერთხელ მეორე პოლიციელმა დაიწყო დაკავება და ცემა რო ვერ ხედავდი პოლიციელმა გამოარდა ბუშტი ჩამოარ ეს ბუშტის პროვოცირება სახთეს თელი დღეა პოლიცია 2 დღის განმავლობაში და იმ ახალგაზრდას გაუხედა ბუშტი ცხვირცი და დააკავა შემდეგ ეს დააკავეს ეს ახალგაზრდა დააკავეს კი ბატონო კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს ხო არ ვიცი რამდენიმე და ამის შემდეგ ხედავთ ხო ძირში ახალგაზრდებს როგორ ათრევენ სულ 20-22 წლის ბიჭებს აი მეტი აღარ დარჩენია რუსული მეთოდებით ბიძინა ივანიშვილი ეს რუსის მონა პუტინის მონა ასე ექცევა თავის ხალხს და თავის ხალხს საქართველოს ხალხი თავის ხალხი არა ის არის პუტინის მონა მადლობა ეს იყო ელგუჯა ბაგრატიონი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ეხლა სიტუაცია შედარებით განიმუხტა მთავრობის სახლის წინ სადახნის წინ იყო ფიზიკური დაპირისპირება თუმცა ჩვენთვის უცნობია დააკავეს თუ არა კიდევ ვინმე აი კოტენენეშუს თან ისე ბევრი ხალხია რომელიც ის მადრის პოლიციის დეპარტამენტის უფროსია ადრე დააკავეს დამეტებით ვინმე ბატონიკო და ვინმე დააკავეს დამეტებით რამდენი პირი დააკავეს დააკავებული და რა უნდა იყოს ხოლმე სარგებლობი მით პოლიციის ფორმალო გაცვია. Monego!
პოლიციასთან
არავინ არ ძალა დედას გაბიძე არ ცხელია ბუშტი ატომში ხდება პოლიციის როგორც პოლიციის ინსტიტუცია ყველა გაშტებიდან და მილიცია ხარ, თქვენ პოლიცია არ ახართ. თქვენ ხართ მილიცია. უკვე კი. მილიცია დიქეცით. გუშინებამ შედად უთხრა გუშინ ტელევიზია ჩვენამ თვითონ როგორ ძალადობს ხალხზე ზუსტად ის კადრია ჩვენ ეს უნდა უთხრა რუსი მილიციონერია. ყველაფერი უთხარი რუსმა პუტინმა დაგავალა. აური რაცია და მილიციებისგან დავალებულია. მე არა შენეცდები პროვოცირებას და აკავებ ადამიანს. შენეცდები, შენეცდები. გინდაშა, ბუშტი რო გაუხედეთ იგია და 19 წლის ბავშვი. ბუშტი რო გაუხედეთ, თქვენ ეცდებით პოლიცია რო აქციის მონაწილეები გამოაჩინოთ მოძალადებ, მაგრამ პოლიცია ძალადობს. ყველა თითოეულ პოლიციას გიფრინდება. ჩას ყველა კადრები ძალადობს. რა გიფრინდება? და პროვოცირებას აკეთებს. სამართლინო მილიციონერი, სამი მიდი კიდე დაგვაგავეთ. მიდი დაგვაგავეთ. დაგვაგავეთ კიდე. აშავა. დაგვაგავეთ. იმა რა გააკეთა? მილიციონერი. რა გააკეთა რომ დააკავეთ რა გააკეთა? რუსი ივანიშვილი რა გააკეთა? ეგითხეთ. არა უსტაზო. რა გააკეთა იმ ადამიანმა რომ დააკავეთ? ეს მილიცია ხდები რა? მილიცია მონაწილეები. პოლიციელები აღარ არ მაგეთ. თქვენ ხართ გავრილოვები და თქვენ ხართ მილიცია. თქვენ ეცდები. გავრილოვის მილიცია გასწრე. რატო პროვოკატორები? აი პროვოკატორები. მე გაჩვენეთ კონკრეტულად პროვოკატორ პოლიციელებს გაჩვენეთ ეხლავე. წამოდი დაგისახელებთ სადიდაოდ მიგიყვანთ როგორ ძალადობდნენ ახალგაზრდებზე. მიგიყვანთ კიდევ და გაიწევთ დეპარტამენტის გაფრთხილება მაინც მიეცით. თუ არ გაუშვეთ სამსახური და გაფრთხილება მიეცით. ის გაუშვალა ჩლონი კოსმონავტია. მოქალაქეს დასაგინებ და ის არ გაგიგონია კადრებში არ გაგიგონიათ ესაც იგინებოდნენ დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე პოლიციელები შენ ვერ გიქიდა და შეურაცხყოფა მომაყენა სიტყვიერი ხოდ გაიგონე შენი ყურით გესმის ამის შემდეგ აქციის მონაწილეები საკაების დროს ცემდა პირდაპირ და მივედი და უთხარ რატო სცემდა რატო არ აკეთებ უნდა სცემო მაგიტო უნდა სცემო სცემოთ უნდა მაგიტო სცემო ან შეურაცხყოფა მომაყენო პოლიცია მოგვაყენების არა მაგიტო უნდა სცემო და უზიანი მაგრამ ყველა ის მილიციელია უზრდელი ვის ძალადობს და ვიც მართლა აღა ის მილიცია მონები არიან თორნიკეში მილიცია ჯობს ამა ამდენი ძალა მონები არიან მაინც დავდგე აბა მაინც დავდგე აქ სიმართლე დგას თქვენი მიზანი არის პროვოცირება მოღალატე ივანიშვილი ერთი მდგომი ადამიანები ამას ვერ მიაღწევთ რომ დაშალოთ აქა და ეს ხმა არ გავაგონოთ ესაც სადეთ პროვოცირება ვერა არა თქვენად თქვენ ორი ხო ბურთის გაშვება აი ბურთის ირგვლივ არიან პროვოკატორები მილიციონერი აი რუსი მილიციონერი რუსი მილიციონერი გამოხატეთ რუსი მილიციონერი რუსი მილიციონერი ამიტომ არა შეფასება
გენი გადასაწყვეტი არა. ჩემი ზერა შეფასებას გავაკეთე. ყველა ზონდერია. ასე იქცე მილიციანზე. ეს შეფასება. თქვენ არ შეგეფერებათ მე. არა, ჩემი არა. ის ადამიანი არჩევს როგორც ისინი მეზონები იქნება. პოლიციის რაც ხარ იმას გეუბნები. თქვენ იცავთ ბიზნესი მილიციონერები ხარ. ვინც ასე იქცევთ. გაიგეთ რა მასე. ყველა ხარ პროცესი მილიციონერი. ვე მაგალითად ველი ბიჭი ხარ. ხო, ხურდების ერთად დაგიხარ და ამადა. ხურდებთან ერთად ალაგეთ, ველი, რა უნდა გელაპარაკოთ. და მილიციონერი ხარ აბარა. გრძელდება საპროტესტო აქცია. აი ეს მოსამულობა ახლა აჭარის მთავრობის სახლის წინ. იგე ბექახულელი და ჩვენ პროებით გემშურობებით და ხურდების პატერნიკები ხართ თქვენ. შენ თემო მაჩო. მოდერეკი ბოდიში განერტინი დააკავეს სულ არ მისრაციული წესი. ცოტა ხანში გაგახსენე. არა ხო იცით უკვე დასრულდა ხო დაკავებოდა რამდენი პირი დააკავა. მოგახსენებ ცოტა ხანში. მოქალაქეს დედასაგინოს ეს რა კლიჭედიშვილი ხო აჯანყების დეპარტამენტი. რამდენი პირი დააკავებული ზუსტად დღევანდელ აქციაზე. საპროტესტო აქცია გაგატანო რომელიც უბრალოდ იჭრე დაგატანო აქციაზე. აკეთებს ყოველწამიერად გრძელდება სიტყვაერი დაპირისპირებები პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის არის დაძაბული მუტი, დაძაბული სიტუაცია. დღესაც არის აქტუალური ჰელიუმის გუშტები, რომელიც აქციის მონაწილეებმა გაუშვეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სამუშაო კაბინეტისკენ. ისინი სთხოვდნენ მას, რომ შეხვედროდა მოსახლეობას, ვისაც კონკრეტული პრობლემები აწესებს. გუშინ ამ ჰელიუმის გუშტების გამო დააკავეს აქციის ერთი მონაწილე, რომელსაც სამართლომ შეუფარდა 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა. ზოგიერთი აი პოლიციელი რამდენიმე იმათ გონია მოვიცდება მათი სახე რომ ადამიანი ძალიან ცდებია. ანონიმია შემოგიწევს. ხოლო დღეს დააკავეს მინიმუმ ერთი ადამიანი და უცნობია ჯამში რამდენი ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესს. მე ახლა მქონდა მცდელობა ირეკლიტედის უდან რომ გამერკვია თუ რამდენი ადამიანი დააკავეს, ეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მიადგილია, მაგრამ ამ გითხრა რომ ცოტა ხანში გეტყვით. ასე პოლიცია განმარტავს რომ ეს დაკავებები და დაპირისპირება არ უკავშირდება ბუშტებს, ჰელიუმის ბუშტებს, რომელიც ახლა აქ უკვე აღარ ჩანს. ჩვენ გაჩვენა ერთ-ერთმა აქტივისტმა კადრები თუ როგორ შეიტანეს ეს ბუშტი აჭარის მთავრობის სახლში. მაშინ როცა აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლეს რუსთაველის ქუჩისკენ და იქ გრძელდებოდა ფიზიკური დაპირისპირებები. პოლიცია განმარტავს, რომ ბუშტების ირგვლივ აქციის მონაწილეები აკეთებენ კონკრეტულ პროვოკაციებს, უპირისპირდებიან პოლიციელებს და სწორედ ამის გამო დააკავეს ისინი. ხო, საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბუშტების გაშვებას პოლიციელები ეწინააღმდეგებიან, რის გამოც გუშინაც იყო დაპირისპირება დღესაც და სწორედ ამის გამო მოხდა ის ახლა შემოხარა თქვენ ცოტა ხნის წინ ნახეთ ბათუმის ლაივში.
ასეთი ამ დროის მიცემულობა აჭარის მთავრობის სახლის წინ, აქ ისე მობილიზებულია პოლიცია, აჭარის მთავრობის სახლის წინ. მიდრე კამერაზე ერთ-ერთი ლიდერი შეგვიძლია მათის მოვუსმინოთ და პოლიცია დასდევს ტერიტორია ამ ბუშტებს. პოლიციას არ ესმის სამწუხაროდ, რომ ის უნდა იცავდეს ასევე ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას. და თუ ძალიან მშვიდობიანად ახალგაზრდები პროტესტს გამოხატავენ ბუშტების გაშვებით, ეს არ არის კრიმინალი და ამას პოლიცია არ უნდა უშვებდეს. დღეს ვნახეთ, რომ პოლიცია დასდევდა და ბუშტებს ხეთქავდა. აი ამით დაკავდა დღეს პოლიცია სამწუხაროდ. თუ პოლიცია როგორც ინსტიტუცია ჩამოყალიბდა ბიძინა ივანიშვილის პირად დაცვად, მაშინ გამოაცხადონ ეს და გვეცოდინება, მაგრამ თუ პოლიცია არის ნამდვილად პოლიცია და ის იცავს საზოგადოების და ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს, მაშინ ფუნდამენტური უფლებაა გამოხატვის თავისუფლებას და მას მისი დაცვის ვალდებულებაც გააჩნია და ხელი არ უნდა შეუშალოს პოლიციამ ამაში ადამიანებს, როდესაც არც ერთი ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, საზოგადოებრივი წესრიგს საფრთხე არ ემუქრება და დღეს ყველა მათ შორის თქვენ ჟურნალისტებმაც ნახეთ, რომ არავით არის მსგავსი რამ არ მოხდა. ბუშტის გაშვებაზე იყო საქმე და ბუშტები დახეთქეს პოლიციელებმა სამარცხვინო. კორდონის გარღვევა სადეს აქცია? არავის არის არავის არის კორდონის გარღვევა არ უცდია არავის მთელი ჟურნალისტები აქ იყვნენ და იღებდნენ თუ ერთი ფაქტი მაინც დაფიქსირდა კი ბატონო გასაჯაროდეს ერთადერთი რაც იყო როდესაც დააკავეს აქტივისტი რომელსაც ბუშტი უნდა გაეშვა და პოლიციის მანქანაში ჩასვეს მაშინ იყო ცდილობა რომ ეს ადამიანი პოლიციას არ დაეკავებინა იმიტომ რომ მართლა უკანონოდ აკავებდნენ ამ ადამიანს და ასევე ასხალმა შალმანის განცხადებაზე შემასება აგრესიული განწყობა და ამასთან დაკავშირებით როგორც კი ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ნახე პირადად დაუყოვნებლივ Facebook პოსტით გამოდიმავრე და გუშინ ტელევიზიასაც მოვეცი ინტერვიუ და გავიმეორებ იგივეს რომ ის განცხადება და ის მოწოდება იყო სამერცხვინო, ამორალური და მიუღებელი და კატეგორიულად ვემიჯნებით ყველა ჩვენთაგანი. ამ აქციის მიზანი არ არის ძალადობა და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იქნება მოწოდებული ძალადობისკენ, ჩვენგან იქნება დისტანცირებული. ანუ ის აღარ ჩაერთვება აქციაში? ის აქციის ორგანიზატორი არც ყოფილა, ის იყო ერთ-ერთი გამოსვლელი იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, ასეთი განცხადებების შემდეგ ადამიანები ამ აქციის საჯარო ტრიბუნით ვეღარ ისარგებლობენ. მირდად ჩაგწერ გამარჯობა. მირდად რამდენი პირი დააკავეს შენ ინფორმაციით ამ აქციაზე? მე ვიცი 3, რაც მე ზუსტად ვიცი, მაგრამ კიდევ თუ ორი. და ბუშტები რო გახეთქეს პოლიციელებმა რა ზამა? ამის რამე ფაქტი არსებობს, ვიც გადაღებულია? ნახე, რამოდენიმე ბუშტი რო გაუშვეს, მესამე ზოლში და წაართვა პოლიციელებმა და გაუხეთქა, ამას მოყვა ბოლო დაპირისპირება. მაგას მოყვა შეკამათება ამ ახალგაზრდებს შორის და შეკამერებ დაკავებას სცადეს და აი ბოლოს რაც მოხდა იყო ამაზე რომ პოლიციელებმა წაართვა ბუშტი და გახეთქა. მადლობა. ეს იყო მირდად კამადაძე, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. პოლიციელებთან არიან ის მოქალაქეები. რამდენი პირი დააკავეს? 3. სამივე არის იგივე მიხედვით 166-173, ხო? შეფასება ეხლა მადლობა. ეს კოტიანენიშვილი იყო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, მან დაგვიზუსტა რომ 3 ადამიანია სულ დაკავებული ამ აქციაზე ადმინისტრაციული წესით, სრომალი ხულიგნობა და პოლიციელების კანონური მოთხოვნების შეუსრულებლობა. ნახოთ როგორ გამართლდება მოვლენები. ეს ბათუმელების ლაივი იყო, მე ჟურნალისტი ჯაბანი მიხელარ. დარჩი ჩვენს არხებზე ბათუმელები ჯი-დან ერთ-ერთი ჯი რომ მიიღოთ განათლებული და სანდო ინფორმაცია ჩვენს არხებზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.